Ам, დღეს ვარჩევთ ნარჩენების მართვას. ყველაზე რთული თემა და მინდა რომ უფრო ინტერაქტიული იყოს ეს ჩართვა, იმიტომ რომ ბევრი საკითხია დაგროვებული ნარჩენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იქიდან, რა პრობლემების წინაშეც ჩვენ ვდგავართ ნარჩენების მართვის საკითხებში. მეტნაკლებად საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენები გროვდება. ბევრ მუნიციპალიტეტს რა თქმა უნდა უჭირს, ბევრ მუნიციპალიტეტში ისევ დაგროვდა ნარჩენები, მაგრამ რო ვთქვათ, რომ სისტემური ნარჩენების მართვა გვაქვს კარგად გაშლილი, ვერ ვიტყვით ამის შესახებ, იმიტომ რომ მინდა რომ შევაფასოთ სიტუაცია ნარჩენების შესახებ კანონი გაგვაჩნია რეალურად ის პოზიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რეალურად მუშაობთ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ნარჩენების მართვის საკითხებზე მთელ საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ არ არის ამოქმედებული ბევრი დებულება, რომელიც ეხება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას, განსაკუთრებით პლასტიკთან დაკავშირებით. პლასტიკთან და შესაფოთ მასალებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ნარჩენების მართვაში გამოიკვეთა, ჩვენ საკმაოდ ძალიან მწირი გვაქვს ნარჩენების გადამუშავება. დღესდღეობით ჯერ კიდევ ვერ შეუდექით სეპარირებულ ნარჩენების შეგროვებას. მეცაც გეტყვით, ბევრ მუნიციპალიტეტებში იყო მცდელობა სეპარირებულად, ანუ განცალკევებულად ნარჩენების შეგროვებისა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ამას მაინც ვერ მივაღწიეთ და დღეს ისევ გვაქვს დილემის წინაშე ვდგავართ და სტრატეგიული გეგმის მიხედვით წესით და რიგით 24 წელს უკვე უნდა დაგვეწყო ფართო მასშტაბიანი სეპარირება მთელ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიმუშები მარტო ქუთაისში გაგვაჩნია, სადაც გროვდება სეპარირებულად, პლასტიკი მაინც ცალკე გროვდება და გროვდება მწვანე ნარჩენი, რომელიც კომპოსტირების ქვეშ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრულად ამოქმედებული სრული მექანიზმი. ფაქტი ისეც არის, რომ ბოლომდე შეგროვება მაინც ვერ ხერხდება 100%-იანად ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრ მუნიციპალიტეტში არის პროგრესი იმ ნაწილში, რომ თითქმის აღარ დარჩა სოფელი, სადაც ვერ ახერხებენ შეგროვებას ნარჩენის, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ კიდევ გარჩთა რაღაცა ნაწილი არალეგალური ნაგავსაყრელებისა, განსაკუთრებით სამშენებლო ნარჩენს ეხება ეს პირველ რიგში. და ისევ ჩვენ ვდგავართ დილემის წინაშე. პრობლემები, რომელიც არის, სად განვათავსოთ ეს შეგროვებული ნაგავი, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ კიდევ არ გაგვაჩნია ბოლომდე კარგად გამართული რეგიონალური ნაგავსაყრელები, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლომდე კიდევ ვერ დავალაგეთ ეს თემა. მინდა რომ ყველა ჩაერთოთ ამ საკითხში და ერთად ვიმსჯელოთ. სად ვართ ბოლოს და ბოლოს, რატომ ვერ ავაწყეთ სისტემურად ნარჩენების მართვის სისტემა, როგორიც ეს უნდა იყოს, ანუ თავისი შეგროვებით, გადამუშავებით, ნაკადების სეპარირებით და კონკრეტულად ნაკადების გამოყენებით, ჩვენ მე მგონი ყველგან გვაქვს გარკვეული პრობლემები ამასთან დაკავშირებით თითქმის ყველა რეგიონში. დაწყებული მაღალმთიანი რეგიონებიდან და დამთავრებული ძირითად რეგიონებშიც კი ყველგან პრობლემა. თუ ეს ესე არ არის, შემეწინააღმდეგეთ, მითხარით, რომ რაღაცას ვახერხებთ ამ დღეისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ ერთხელ ვამბობ, არა სეპარირებული ნარჩენი, რომელიც უნდა განვათავსოთ ნაგავსაყრელებზე. როცა ეს ნაგავსაყრელები სერიოზულად გადავსებულია, როცა ჩვენ ბოლომდე ვერ ვახერხებთ მოხმარებას და ბოლომდე ვერ ვახერხებთ შეგროვებას, ისევ არის წყარო ეს ნარჩენები ხევების და მშრალი ხევების განსაკუთრებით დაბინძურების წყალობით, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრ შემთხვევაში ისევ და ისევ ხდება, ესე ვთქვათ, არალეგალურად დაყრილი ნაგავსაყრელები ბევრ ტერიტორიაზე.
მეორე თემა, რომელიც მინდა რომ გავაშუქოთ, რამდენად არის ცნობიერება გაზრდილი მოსახლეობაში ნარჩენების მართვის საკითხებთან მიმართებაში. სად ვართ, რა გვინდა, რა გვიჭირს და აგრეთვე ძალიან სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ სეპარირების დროს გამოყოფას იმ ბიოლოგიური ნარჩენისა, რომელიც შეიძლება რომ გადამუშავებას დაექვემდებაროს, იმიტომ რომ პრინციპში ყველაფერი ერთმანეთში ირევა და საბოლოო ჯამში ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს ვერ ვიყენებთ ამისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მაქსიმუმი არ არის ჯერჯერობით გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, წესით და რიგით. იმ სტრატეგიული წიგნის მიხედვით, რაც იყო გაკეთებული, ჩვენ დღეს უნდა გქონოდა გაშლილი ნაგავსაყრელები, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ აგვაქვს და არ გაგვაჩნია. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა ჩაერთოთ ამ საკითხში, მე უბრალოდ გადავამოწმებ მიმდინარეობას და გთხოვთ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ, ეხლა რაც ხდება. დავიწყოთ ბატონო აკაკი თქვენგან, სად ხედავთ ყველაზე დიდ პრობლემას ნარჩენების მართვის საკითხებში? მადლობა, გამარჯობათ მეგობრებო. ესე იგი, კალბატონო ნინო, ჩვენი ორგანიზაცია ნარჩენების მართვას ფაქტიურად მართვაზე მონიტორინგს ამხორციელებდა, გვაქვს საკმაოდ კარგი ანგარიშები გაკეთებული, რომელიც გამოიცა და მე მაინც მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ კოდექსის მიღებით რეალურად საქართველოში მართლაც წინ გადაიდგა ნაბიჯი და შესაბამისად კოდექსის შესრულებისათვის ჩამოყალიბდა სტრატეგია 15 წლიანი 2016-2030 წლებისათვის მოქმედებათა გეგმები მუნიციპალურ დონეზე 5 წლიანი მოქმედებათა გეგმები ხლა ძალიან ბევრი ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი იქნა მიღებული და შემიძლია საზოგადოებას ეს ესე ვთქვათ ჩამოუთვალო კიდევაც. მოდით ნუ ვიჩქარებთ და გავერკვეთ საბოლოო ჯამში ჩვენ რა გვაქვს ხელთ და რეალურად რა სურათი არის დღევანდელ დღეს. საქართველოს მთავრობის დადგენილება სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ. ჯერ კიდევ 10 წლის წინ არის მიღებული. 2015 წელსაა მიღებული. შემდეგ 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ. ტექნიკური რეგლამენტია დამტკიცებული. შემდეგ საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის ნარჩენების ტრანსპორტირების წესის შესახებ. ტექნიკური რეგლამენტის პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 346 იყო 472 დადგენილება წინ უსწრებდა ამ დადგენილებას და ამით შესწორება იქნა შეტანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება იყო სხვათა შორის და რეალურად როგორ არის ეს შესრულებული, ამაზედაც კარგი იქნება რომ ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ზემოთ აღნიშნული ეროვნული დოკუმენტები ეყრდნობოდა მოგეხსენებათ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველოს გარემოს დაცვის პროგრამას, სახიფათო ნარჩენების ტრანსსაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციას, სტოკჰოლმის კონვენციას მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ, კონვენციას
ახლა სულ ახალი შედარებით ახალი მიღებული არის ეს ვერცხლის წყლის შესახებ და როტერდამის კონვენციას ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში არის ესეთი საერთაშორისო ხელშეკრულება მოგეხსენებათ შეთანხმება და ორჰუსის კონვენცია. ანუ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ესე იგი, მართლაც ისეთი მექანიზმები, ისეთი, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული, რომ ჩვენ ყველას მოლოდინი გქონდა, არა და მოგეხსენებათ საკმაოდ სერიოზული 3 წლიანი მონიტორინგის განმახორციელეთ, ხო? და შესაბამისად ყველას გვეგონა, რომ ფაქტიურად 2025 წლისათვის პრობლემა იმისა, რომ უკვე სეპარირება არ იქნებოდა დაწყებული და შესაბამისად მას ექნებოდა ლოგიკური გაგრძელება, ნამდვილად არავის არ ეგონა. არა და ფაქტია, რომ რეალურად ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, რომ ეს უნდა დაჩქარებულიყო. ეხლა წარმოიდგინეთ ეკონომიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ ჩვენ ყველაფერი ეს. და საკმაოდ სერიოზული მასალები გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. და სხვათა შორის ეს ინფორმაცია აღბეჭდილი არის შესაბამისად იმ ანგარიშებში, რომელსაც ჩვენ გამოვცემდით. სხვათა შორის, აი დაახლოებით მუნიციპალური ნარჩენების გაჯამებული რაოდენობა, როდესაც ჩვენ ბოლო მონიტორინგი განვახორციელეთ, 992,295 ტონაზე იყო საუბარი. მე რა რიცხვებზედაც ვსაუბრობ, ეს არის ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოღებული, ესე ვთქვათ, მონაცემები. მოდი ავიღოთ 5 წლის წინანდელი, ესე ვთქვათ, მასალებიდან. თუმცა მე ჩვენ გვაქვს კიდე გარკვეული, ესე ვთქვათ, დაკვირვების ანაკრები და ბუნებრივია, რომ რეალურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები წარმოიშვა კოვიდის პერიოდში. მაგრამ აი მე მაინც მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს დაახლოებით 1 მილიონი ტონა ყოველწლიურად ფაქტიურად მუნიციპალური ნარჩენი გროვდებოდა. ანუ მთლიანობაში სადღაც ეს განსაზღვრული იყო 86%. 86 და 6%, მაგრამ 86% იყო. და ჩვენ ყველაფერს თავი დავანებოთ 2025 წლისათვის უნდა მიგვეღწია 100%-იან, ესე ვთქვათ, შეგროვებას. რეალურად აი ეს მონაცემი, რაზედაც ახლა მე თქვენ მოგახსენებთ, ფაქტიურად, კიდევ ვიმეორებ, 5 წლის წინანდელ ინფორმაციას გეუბნებით, 992,295 ტონა ნარჩენის შესაგროვებლად მართვის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იყო 107,364,33 ლარი. აქ არ შედის რეგიონული, ესე ვთქვათ, სანიტარული ნარჩენების განთავსების პოლიგონები და არ შედის ის ნაგავსაყრელები, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. რომელიც ოფიციალურად, ფაქტიურად მართვის ქვეშ არის. არ შედის ეს მონაცემები. მე გეუბნებით აი მუნიციპალიტეტების მიხედვით, მათ შორის დედაქალაქშიც, რა თქმა უნდა. მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სრულად მოვიცვათ ეს მთლიანობაში მთელი ქვეყანა და შევაგროვოთ 100%-ით, სადღაც საჭირო იქნება გამომდინარე ელემენტარულად აი ამ მონაცემებიდან, თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ განვახორციელებთ, ესე ვთქვათ, სეპარირებას და არ გადავამუშავებთ, ანუ ცირკულარული ეკონომიკის, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან ელემენტებს არ შემოვიტანთ ქვეყანაში, ფაქტიურად ყოველწლიურად და შეიძლება ეს მონაცემები დღეს მართლაც აი ამას პასუხობს, საჭირო იქნება 130,940,000
ლარზე ლარამდე მხოლოდ მუნიციპალიტეტების მართვისათვის. მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ფაქტიურად ჩვენი მუნიციპალური ნარჩენები აი ესეთი სახით გამოირჩევა. ბიოლოგიური ნარჩენი მასში არის 50%-მდე, ქაღალდი 16%-მდე, პლასტიკი 15%-მდე, მაგრამ მე ცოტა მომატებული ესე ვთქვათ პროცენტი მგონია. შავი ლითონები 2%, ფერადი ლითონები 1% მინა, 4% ხე, 1% ქსოვილი და ტყავი 1%, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები ნარჩენების სახით, რომელიც გროვდება 3% და საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფაქტიურად ჩვენ უნდა უკვე მუნიციპალიტეტების დონეზე გაგვეხორციელებინა ქაღალდის, პლასტიკის, ლითონების, მინის სეპარირება. თქვენ ბრძანეთ, რომ ერთადერთი ქალაქი მართლაც, სადაც მიმდინარეობს ამის სეპარირება, არის ქუთაისი. ანუ რომელიც აგროვებს კიდევაც და რეალიზებასაც უკეთებს აი ამ პლასტიკის ნარჩენს. ქაღალდის ნარჩენზედაც იყო ადრე მონაცემები, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს ჩვენ მოკლებული ვართ აი ამ ესე ვთქვათ ინფორმაციას, რამე თუ უკვე 2 წელია ჩვენ რეალურად მონიტორინგს ვეღარ ვახორციელებთ. მე მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუ კი ჩვენ შევძლებთ და უახლოეს ვთქვათ 5-10 წელიწადში, 10 წელიწადში მოდით ახლა ავიღოთ ეს ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულ 2035 წლისათვის, ხო? ან ნებისმიერ შემთხვევაში, აი მაგალითად 10%-იც რომ გამოვანთავისუფლოთ და ეს შესაძლებელი არის. შესაძლებელია, თავისუფლად შესაძლებელი არის კომპოსტირების გზით, მოგეხსენებათ ბიოდეგრადირებადი ნარჩენები საკმაოდ არის და შესაბამისად შესაფუთი მასალების, ესე ვთქვათ, შეგროვება გადამუშავების გზით. აი წარმოიდგინეთ, რომ გამონთავისუფლდება დაახლოებით 121,000, ეს ჩვენი გათვლები იყო, იმიტომ რომ ვეყრდნობოდით რა მონაცემებს იქედან გამომდინარე, ტონა წელიწადში მუნიციპალური ნარჩენი, რაც დაზოგავდა დაახლოებით 13 მილიონზე მეტრს. ეხლა 10% 2025 წელს, ხო? რეალურად უნდა შესრულებულიყო, მეგობრებო. რომ და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ როდესაც ჩვენ აი ამ მონიტორინგს ვახორციელებდით, აი ყველანი აბსოლუტურად მუნიციპალიტეტების დონეზე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა იყო და მე ეს არ შემიძლია რომ არ ვახსენო რა. აი ყველა მობილიზებული იყო და ყველას გააჩნდა სურვილი იმისა, რომ ფაქტიურად თავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა წარმართულიყო, მოგეხსენებათ იქ კონკურსები წარმართულიყო ეფექტიანად, ეფექტურად, შესაბამისად კონკურსიც ძალიან მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, როლსაც თამაშობდა ამ პროცესში და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შეჩერდა. რატომ შევაჩერეთ ეს? ჩვენ ხო ვიცით, რომ ნარჩენების სწორი მართვა პირდაპირ არის ეკონომიკის, ესე ვთქვათ, საკითხთან მიბმული, იგივე ცირკულარული ეკონომიკის ამუშავებიდან გამომდინარე. და შესაბამისად, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ თუ კი ჩვენ შევძლებთ და უახლოეს პერიოდში თვალს კი დაუხუჭავთ იმ მუნიციპალიტეტებში რა პრობლემებიც არის. საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა და ეს მე შემიძლია ციფრებით მოგახსენოთ რეგიონების მიხედვით და თითეული ტონა მათ რამდენი უჯდება
შემიძლია ეხლავე მოგახსენოთ. გამიგეთ, აი მაგალითად, იგივე 5 წლის წინანდელ მონაცემებზე გესაუბრებით. დღეს გაცილებით უფრო მეტი იქნება ეს. ესე იგი, ფაქტია, რომ აჭარაში შეგროვებული იყო 109.352 ტონა. წელიწადზე ვლაპარაკობ. მუნიციპალიტეტები, ანუ გამოყოფილი თანხა აი ამ რეგიონში სულ შეადგენდა 12.459.157 ლარს. ანუ 1 ტონა უჯდებოდა 114 ლარი. გურიაში სულ შეგროვებული იყო 19.352 ტონა წელიწადში. გამიგეთ? და გამოყოფილი იყო 2.287.795 ლარი, 118 ლარი 1 ტონის მართვა. გამიგეთ? იმერეთში 116.365 ლარი მიაქციეთ აი ამ რიცხვებს ყურადღება ძალიან აქვს თქვით. და გამოყოფილი 116.365 ტონა იყო იმერეთში შეგროვებული და 8.625.298 ლარი. და ფაქტიურად 1 ტონის მართვა 1 ლარი ტონაზე რომ გავთვალოთ არის 74 ლარი. საკმაოდ დაბალი მონაცემები. არა და 12 მუნიციპალიტეტია, გამიგეთ? ანუ აშკარად ჩანს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც რეალურად ხდება მართლაც სწორი მართვა, ხდება სეპარირება ქუთაისის მაგალითზე და საკმაოდ სერიოზულია და ტონის მიცემია მთლიანობაში აი ამ ხარისათვის. ფაქტია, რომ იქ 1 ტონაზე შემცირებული არის, ესე ვთქვათ, დანახარჯი. კახეთი 83 ლარი 1 ტონაზე. ცხეთამთიანეთი 104 ლარი. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი 271 ლარი. გასაგებია, რატომაც ხო, მაღალმთიანი რეგიონი არის და საკმაოდ სერიოზული პრობლემები არის. აი ამ ასეთი, ესე ვთქვათ, ასეთ რეგიონში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთზე მაქვს საუბარი. სამეგრელოში 136 ლარი, სამცხე-ჯავახეთში 93 ლარი 1 ტონაზე. შემდეგ ქვემო ქართლში 79 ლარი, შიდა ქართლში 51 ლარი. სულ რეგიონებში, აი მთლიანად რომ ავიღოთ, თბილისის გარდა, ესე იგი 1 ტონის მართვა შესაბამისად დანახარჯი 1 ტონაზე 1 წლის განმავლობაში წარმოადგენდა სულ რეგიონებში, აი რეგიონების მიხედვით რომ გავთვალოთ და გავასაშუალოთ, 93 ლარი. თბილისში 129 ლარი. საშუალო საქართველოში გამოდის 1 ტონაზე 108 ლარი. იცით, დრო ალბათ ცენტრალური ხელისუფლებაც, ადგილობრივი თვითმმართველობები ფაქტიურად ის რაც გაკეთებულია, მოდი წყალში მოკადავყრით და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს, იცით რა, წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ხო? რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტიც მიღებულია. რეალურად, ფიზიკურად ეს დასახლებულ პუნქტებში მუნიციპალურ ნარჩენებს თუ კი გადავხედავთ, არა და ის სპეციფიური ნარჩენები, რომლებიც ფაქტიურად 7-ია, ხო? და შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებული უნდა იყოს. თითეული, ესე ვთქვათ, სახეობის მიხედვით, ხო? სად რატომ არ ჩანს, რატო არ არის ეფექტი? საზოგადოება სხვათა შორის მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ შეგნებულად უდგება. სხვათა შორის ძალიან მრავალ დასახლებულ პუნქტში, საკურორტო ზონებში კარგია რომ გაკეთდა და დღესაც ფუნქციონირებს პლასტიკისათვის ცალკე ურნები, გამიგეთ? მაგრამ თუ ეს ვერ მივიტანეთ მწარმოებლამდე, რომ გადამუშავება მოვახდინოთ, არა და მოთხოვნა არის, ყოველ შემთხვევაში 2 წლის წინ ნამდვილად იყო, 2-3 წლის წინ გვეხვერწებოდნენ და ჩარტებიც ჰქონდა ჩვენ მათი აი ამ ონლაინ კონფერენციებს რო ვაწყობდით. კარგი იქნება თუ ამაზე დაფიქრდებიან და შესაბამისად
კვლავ გავაგრძელებთ ისეთ აქტიურ მუშაობას, რაც იყო ამ 3-4 წლის წინ. მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ტურიზმით შემოსავალი და ნარჩენების მართვა აი პირდაპირ პროპორციული არის, ესე ვთქვათ, თავისი ეფექტიანობით ტურიზმის განვითარებასთან. არავის არ აქვს სურვილი, რომ ავსებული და მუნიციპალური ნარჩენებით ქუჩები და სანაპირო ზოლით უგნებავთ, იყოს და იქ მან მოისურვოს, ტურისტმა მოისურვოს შემდეგ კვლავ დაბრუნება და დასვენება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ ხელისუფალს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, გავაგებინებთ, რომ პრობლემებია სერიოზული. აი ამის თქმა მინდოდა მე ჯერჯერობით. მე დღეს მინდა აღნიშნო და ამაზე მინდა რომ გავაჩერო ყურადღება, დღეს კამპანიები იმართება მთელ მსოფლიოში. დღეს არის მსოფლიო დასუფთავების დღე. სამწუხაროდ ჩვენი უამიდობის გამო ბევრ მუნიციპალიტეტში ვერ გაკეთდა ნარჩენების ესე ვთქვათ შეგროვება, ვერ მოხერხდა აქციების ჩატარება, მაგრამ შემდეგი კვირაც არის ამაზე მიძღვნილი და ბევრი მუნიციპალიტეტი შეგვეხმიანა და გამოგვიცხადეს, რომ ისინი აპირებენ ჩაატარონ ძალიან ბევრი, როგორც კი ამითი გამოვა, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ჩაატარონ აქციები. ჩაატარონ აქციები და რას უწყობს ხელს ეს აქციები? ეს აქციები არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ნაწილი არის თავისთავად და არის მნიშვნელოვანი, რომ შეგროვდეს იქ, სადაც ხევებში არის დაბინძურება, რომ ბოლომდე მოვაცილოთ ეს დაბინძურება. მაგრამ მარტო აქციები არ შველის. ახალი მიმართულებები არის წამოსული, მთელ მსოფლიოში ახალი კამპანიები არის და ოქტომბრის თვეში მაგალითად იმართება სტამბოლში დიდი კონფერენცია ნულოვანი პლასტიკი. ანუ მსოფლიო მთლიანობაში გადადის და ცდილობენ, რომ პლასტიკი ამოვიღოთ მოხმარებიდან და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში იყო მცდელობები და არის მცდელობები, რომ ესეთი რეალური ესეთი შეხვედრები კიდე გახორციელდეს ახალი მიმართულებები ამ პლასტიკთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაც უფრო შევამცირებთ პლასტიკის გამოყენებას, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებში, იქნება ძალიან კარგი. სამწუხაროდ შესაფუთი მასალები უფრო მეტია, ვიდრე პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ და ეს არის პრობლემა. და ზოგადად ეს პლასტიკის საერთოდ პრობლემა არის. მე შემდეგ ჩართვებში უფრო დეტალურად მინდა ვისაუბრო პლასტიკის მავნებლობასთან დაკავშირებით, რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა, როცა ჩვენ ხმარობთ პლასტიკურ ბოთლებს. ამ პლასტიკს, რომელშიც არის საკვები პროდუქტი. ამაზეც უნდა გავამახვილოთ ალბათ ყურადღება შემდგომში. მაგრამ რასაც თქვენ ბრძანებთ, ბატონო აკაკი, ეს არის ყველაზე რთული მომენტი. ღირებულება თვითონ 1 ტონისა არის მაინც მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ განცალკევებულ შეგროვებას. ჩვენ არ ვიყენებთ იმ რესურსს, რა რესურსიც არის დარჩენში, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს გადამუშავებას და უფრო სასარგებლო პროდუქტი მივიღოთ. სამწუხაროდ ჯერჯერობით მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიაში პირდაპირ ეს გვიწერია და ბევრმა მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაშიც კი ჩაწერა, რომ გადავა ამ სეპარირებულ შეგროვებაზე, მაინც ვერ ხორციელდება სეპარირებული შეგროვება, იმიტომ რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ადამიანური რესურსი. მეორე პრობლემა, რომელიც არის, ეს არის ტექნიკური აღჭურვა თითოეული მუნიციპალიტეტისა, იმიტომ რომ სეპარირებას მოითხოვს შესაბამისი კონტეინერების არსებობას და შესაბამისი ტექნიკის არსებობას.
შემდეგ ჩამბარებელი პუნქტების არსებობა, იმიტომ რომ კი არის ბევრი კომპანია, რომელსაც უნდა ჩაიბაროს ეს ნარჩენი, მაგრამ ჯერჯერობით ეს სერვისი ბოლომდე მოწესრიგებული მთელ მუნიციპალიტეტებში არ არის. ამას ემატება ისეც, რომ საწარმოების რაოდენობა, რომელიც იყო გადამუშავებაზე მომართული, მათი რაოდენობა არ არის გაზრდილი, პირიქით უფრო შემცირებულია და ერთი საწარმო ან ორი საწარმო ან სამი საწარმო ამ სურათს ვერ ქმნის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ნარჩენის რაოდენობა თავისი მოცულობით არ აქვს მნიშვნელობა, უჭირს, არ უჭირს სოციალურ მდგომარეობა მოსახლეობის, ნარჩენის რაოდენობა მაინც იზრდება. ამიტომ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აი ეს საკითხები, რომელიც ჩვენ რეალურად გვაქვს, არის საკმაოდ პრობლემატური. მე ძალიან მინდოდა, მაგრამ იმის გამო, რომ გარკვეული მონაცემები ჯერ კიდე არა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც არის მიღებული 2030 წლისთვის, მოქმედებათა გეგმას, რომელიც არის 26 წლამდე მიღებული და შევაფასოთ ის ინდიკატორები და დღეს ამას ალბათ ვერ მოვახერხებთ, მაგრამ მომდევნო გადაცემებში ძალიან დეტალურად უნდა ვისაუბროთ, რატომ ვერ სრულდება ყველა ეს ინდიკატორი. პირველი ინდიკატორი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სეპარირებული შეგროვება, ეს რჩება როგორც ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანიც თუ გინდათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველო ამაზე ჯერ არ გადასულა. მე ვლაპარაკობ არა ცალკეულ გამოვლინებებზე, არამედ მთლიანობაში გამოსვლაზე, მთელი საქართველო, რომ გადავიდეს სეპარირებულ ნარჩენის შეგროვებას, განცალკევებულ, ეგრეთ წოდებულ განცალკევებულ ნარჩენის შეგროვებაზე და შესაბამისად შემდგომ ანალიზზე რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. კიდევ ერთი თემა, რომელიც ამ ნარჩენებს უკავშირდება, ეს არის სამშენებლო ნარჩენების რაოდენობა. თბილისმა ახალი ნორმები მიიღო სამშენებლო ნარჩენთან დაკავშირებით, უფრო გაიაფა და უფრო გაიოლა პროცედურა, რომ სამშენებლო ნარჩენი შეაგროვდეს და შესაბამისად იყოს უფრო მართული. ყველა მუნიციპალიტეტებს ეს დამატებით დაევალათ, მაგრამ ამას ესე ვთქვათ, დეველოპერ კომპანიებისთვის უფრო მეტი ამოცანები დადგა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ კიდე გვაქვს ძალიან დიდი ფენა, ასე ვთქვათ, არალეგალურად დაყრილი სამშენებლო ნაგავისა, რომელიც არის გადასამუშავებელი, ან გასაკეთებელი, ან დასალაგებელი. ცალკე თემად გაფართოების ანგარიშზე მაგალითად წერია ის, რომ ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია თანამედროვე ნარჩენების პოლიგონები. ეს კიდე თალკე თემა. რეგიონების მიხედვით ჯერ კიდე ეს არ არის ბოლომდე მოწესრიგებული. და საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. როგორც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მე ვიცი, რომ ქვემო ქართლში შენდება, ვიცი, რომ კახეთში დგას საკმაოდ მწვავედ საკითხი, სად უნდა განთავსდეს ეს ნაგავი, იმიტომ რომ ძველ ნაგავსახლებელზე ამის განთავსება თითქმის შეუძლებელია. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს იმერეთში, იმიტომ რომ ნიკია დაგვრჩა და ცალკე ზოგიერთ მუნიციპალიტეტებს გააჩნია და იქაც პრობლემებია. მე ვიცი, რომ ქავთონმა რაჭაშიც პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ შორს უწევს ნაგავის გატანა მუნიციპალიტეტებს და ეს, რა თქმა უნდა, ღირებულებას დის. ზუგდიდში უნდა შევიდეს დღე-დღეზე ახალი ნარჩენების პოლიგონი, რომელიც კეთდება ძველ არსებულ ტერიტორიაზე და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნელ-ნელა მოწესრიგდება და გადამტვირთავი სადგურები, რომელიც არის გასაკეთებელი თითოეულ მუნიციპალიტეტში, რომ ღირებულება ამ ნარჩენის გადატანის დროს, ამ თავის ღირებულებაში უფრო შემცირდეს, იმიტომ რომ თუ იარსებებს გადამტვირთავი სადგურები, ის მაშინ უფრო ეფექტური იქნება და ნაკლებად შეავსებს მთლიანად ცენტრალურ იმას, მაგრამ თავი და თავი მაინც არის სეპარირებული. გთხოვთ კოლეგებო, თუ გინდათ რომ რამე დავამატოთ ამას, ბატონო კოტე, გთხოვთ, მოგესალმებით. გამარჯობათ, სასიამოვნო, ესეც სასიამოვნო.
პიროვნებებს რომ ხედავ ონლაინ, მაგრამ მაინც იმედია უკვე მოგვიანებით შევხვდებით პირისპირ. აი თავით ბოლომდე გეთანხმებ, თავი პრობლემა არის სეპარირება. და სამწუხარო მუნიციპალურ გეგმებში გაწერილია, რომ ეს სეპარირება უნდა დაიწყოს. ასევე ძალიან ბევრ მუნიციპალურ გეგმაში მითითებულია, რომ ღირებულება მომსახურების უნდა გაიზარდოს განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის, მაგრამ არაფერი არ კეთდება ამისთვის. და კიდევ ერთი სეპარირების დაწყება თუნდაც კერძო სექტორში ეს ძალიან მარტივი ამოცანაა. შეგიძლია დაავალდებულო ერთი ბრძანებულებით თუნდაც ჰორეკა სექტორი და სავაჭრო სექტორი რომ მოახდინოს ნარჩენების სეპარირება. და კიდე ერთი მთავარი, რომელსაც მე ვხედავ, რომ ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება მუნიციპალიტეტებიდან, თუნდაც აი სეპარირებული ნაგვით შეგროვება, რომ გადააბარო კერძო კომპანიებს და უკვე კომპანიებმა კერძო ოპერატორებმა იმად გადაუხადო გადასახადი და არა გადაიხადო მუნიციპალურ ხაზინაში, ასე ვთქვათ, ამ სერვისს ამაზე იქნება სასტიკი წინააღმდეგობა. არა და ამის გარეშე კერძო სექტორი ვერ ჩაერთვება. მაგრამ ყველაფერ ამას წინ უნდა უძღოდეს იმ ბიზნესების შექმნის სტიმულირება, რომელიც მოახდენს ნარჩენების გადამუშავებას. ეს იქნება ორგანული ნარჩენი, პლასტიკი და ქაღალდი და მუყაო და ასე შემდეგ, ხო? ქაღალდი და მუყაო კიდე უფრო მარტივი თემაა, იმიტომ რომ ისი რეგიონებში დაუშვათ შეგროვება შეიძლება და მერე დაუშვათ რეგიონულ რაღაც ცენტრებში საწარმოები იქნება და ისინი სიამოვნებით ჩაიბარებენ. მაგრამ შეიძლება პლასტიკს, ხო? პლასტიკის სეპარირება იქვე შეიძლება, არ ვიცი ხო ალბათ ქიმიკოსები არ ხართ, მაგრამ უბრალოდ კოკა-კოლას ბოთლი რო ავიღოთ, ხო, სამი ტიპის პლასტიკია. არის მაღალი წნევის პოლიეთილენი, ხუფი და ეს პატარა ის რა გრაზეც მაგრდება, თვითონ პეტის ბოთლი არის, პოლიეთილენ ტერეფთალატი, რომელიც ძალიან მარტივად მუშავდება და პრობლემა არ არის და ეტიკეტი რომელიც არის პოლიპროპილენი. სამივე პლასტმასი გადამუშავება. და ესეთი ბოთლების უმეტესობა 98% შეიძლება გადამუშავდეს. ხუფები ცალკე რო შეაგროვო, ის უკვე ნედლეულია იმისთვის, რომ ვიღაცა მილი გააკეთოს, პლასტიკის მილი და ასე შემდეგ. მაგრამ ისე ვიმეორებ, იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს, ამისთვის არის ასაწყობი შესაბამისი ეკოსისტემა. ეკოსისტემა იწყება ბიზნესით, რომელიც ჩაერთვება ამაში და გააკეთებს. სამწუხაროდ რეგიონებში კი არა. რუსთავში გვაქვს რამდენიმე საწარმო, რომელიც პლასტიკს ამუშავებს და მე მეტი არ ვიცი. თბილისში მე მგონი არც არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით არასამთავრობო სექტორი, დონორი იქნება და ეხლა ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობა ცოტა ჭირს, ცოტა კი ძალიან ჭირს, იმიტომ რომ ვიცით რა მდგომარეობაც არის. ხო, აი საკითხები უნდა მოგვაქვს რა. ანუ თავარი ეს შეიქმნას ეკოსისტემა, რომელიც გადაამუშავებს ადგილზევე, ანუ იმ დიდ პოლიგონებზე გავაგაცილებით უფრო ნაკლები ნარჩენი. გაცილებით უფრო ნაკლები ნარჩენი. იგივე ეხება საბურავებს, იგივე ეხება სამშენებლო ნარჩენებს. ევროპაში, განვითარებულ ევროპაზე მაქვს საუბარი, პრაქტიკულად იქ სამშენებლო ნარჩენი აღარ არსებობს, ის ადგილზევე მუშავდება. და გამოიყენება ან ბლოკების წარმოებაში, ან ბეტონის გზების წარმოებაში, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეტალი, რა თქმა უნდა, სეპარირდება და მიდის გადამუშავებაზე მეტალურგიულ ქარხნებში. რა ვიცი, ხო გეუბნებით რა, პრობლემა გადაწყვეტადია, უბრალოდ მას უნდა ერთობლივი მუშაობა. მთელი და საზოგადოება. გარკვეულად ხელშეწყობა ბიზნესისთვის. ბატონო, იმიტომ რომ სხვანაირად მე მაინც ვთვლი, რომ საქართველოში ეს ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ ხელშეწყობა არ იქნება სახელმწიფოდან და ჩვენ სამწუხაროდ ცოტა სხვა სურათს ვხედავთ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ხელშეწყობა ასეთი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არ არსებობს. ჩვენ თავიდანვე ვაყენებდით ამ საკითხს, რომ თუნდაც დაწყებული კანონიდან გამომდინარე, რომ ეს არის მეორადი რესურსი და არა რესურსი, როგორც კანონში წერია. მისი ფასი უნდა იყოს სხვა და შესაბამისად უფრო მომგებიანი უნდა იყოს ბიზნესისთვის. და მეორე, თემა, რომელიც არის ძალიან სერიოზული ამ ნაწილში,
ძალიან ბევრმა ქვეყანამ გააკეთა ის ნაბიჯი, რომ გადამამუშავებელი საწარმოები გაკეთებულიყო და ბიზნესი ჩართულიყო ამაში, გარკვეული შეღავათები და დიფერენცირებული გადასახადების შემოღებით, რაც იყო ძალიან საინტერესო. და ან შეღავათიანი კრედიტები, სუბსიდირებით, თუნდაც რეკლამასთან მიმართებაში. ესეც კი გამოყენებადია. მაგრამ ამას სჭირდება მართლაც და ერთობლივი მუშაობა ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და მთავრობის. სხვანაირად ამ საკითხის მოწესრიგება, ჩემი აზრით, ანუ სისტემის აწყობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ მოხერხდება. და საწარმოებში სეპარირებული შეგროვების დაწყება მართლაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ იქნება მითითება, რომ ეს ესე უნდა მოხდეს. გისმენთ თუ მუნიციპალიტეტები თუ გამოსცემენ შესაბამის დადგენილებას, თუნდაც საპილოტო რეჟიმში იმუშავებენ დაუშვათ პატარა ქალაქებში 1-20 საწარმოსთან, ხო? და ნახავენ ეს როგორ გამოდის, ხო? ყველა დაინახავს, რომ ამის გაკეთება პრობლემა არა. აქ სწორედ ითქვა, რომ იმერეთში ბევრგან ხდება ამ პლასტიკის შეგროვება, მათ შორის წყალტუბოში. დადგმულია ეს ურნები და ხალხი პირნათლად აგდებს ამ პლასტიკს ამ ურნებში. მე მოდის მანქანა, რომელშიც პლასტიკი, ყველაფერი ერთად იხრება და მიდის პოლიგონს. ნუ აი რა აზრია, ხო კი, ერთადერთი აზრი ისე აქვს, რომ ხალხმა დაუშვათ მენტალიტეტი შეიცვალა და აგდებს იმ პლასტიკის ბოთლს, მაგრამ მე რომ ეს ყველაფერი ისევ ერთად მიდის პოლიგონზე, ნუ ეგ სავალალო თემაა. მაგის გარდა მე რო ავიღო იმ ურნიდან ერთი ბოთლი, ხო, მოვა პოლიცია დამაჯარებს, იმიტომ რომ სახელმწიფო საკუთრებას ვიბარა. ზუსტად, და აქ არის პრობლემა პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებაში. მეც მაგას ვამბობ, რომ მუნიციპალიტეტებთან უნდა მოხდეს იმისი, ასე ვთქვათ, ახსნა, რომ ქემაინც რამდენიმე წელიწადი, 5 წელიწადი ეში ჩათვალო, როგორც არის ნაგავი, მაგრამ მუნიციპალიტეტები ამას ვერ შეწმიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის ასე ვთქვათ, ფედერალური მეგობრებო, თქვენ შემოგევლეთ. აი 10 წელია კანონის კოდექსის მიღებიდან დღემდე გასული. 5 წლიანი გეგმები ორჯერ გაკეთდა. ბოლო გეგმები რომ ნახოთ, შეიძლება ატირდეთ, ისეთი, ესე ვთქვათ, გეგმებია მიღებული. რეალურად საჭირო არის აი რაღაც ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც აი ამ პროცესს ბიუროკრატიულ წნეხს მოხსნის და რეალურად გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, აღმოჩნდება კერძო მეწარმის მართვის ქვეშ. ამის შესაძლებლობები არის და ამის მაგალითებიც არის. მაგალითად შემიძლია ვთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. სადაც ფაქტიურად კერძო მეწარმე სუბიექტი ანხორციელებდა იგივე სამუშაოებს, რასაც ანხორციელებს ჩვეულებრივად ის AIP, რომელიც შექმნილი არის მუნიციპალიტეტებში. და რეალურად გაცილებით უფრო ეკონომიური, გაცილებით უფრო ეფექტიანად ანხორციელებდნენ, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა დღევანდელ დღეს რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ თუ კი ჩვენ შევძლებთ და კერძო სექტორს აი ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, მასშტაბურობით შემოვიყვანთ, დოზით შემოვიყვანთ, ჩათვალეთ, რომ ეს პრობლემები გადაჭრადი იქნება. 10 წლის განმავლობაში მე შეგნებულად დაგისახელეთ ის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და შესაბამისად კოდექსიდან გამომდინარე სხვა კანონებიც არის, ხო მიღებული ამასთან დაკავშირებით. რა დღეს სადავდგევართ? რეალურად, პრაქტიკულად რა ხორციელდება? მუნიციპალური ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, სახიფათო ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, საამშენებლო სარემონტო ნარჩენების ინერტული არასახიფათო ნარჩენებზე მაქვს საუბარი, ფაქტიურად, რეალურად, თუ კი ავიღებთ ახლა თბილისის მაგალითს, მაინც
არსებობს შესაბამისი განთავსების პოლიგონი კლდანში ინერტული ნარჩენებისათვის და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ მომსახურება, თვითონ საზოგადოებამდე მისვლა, ამ ნარჩენის მიღება, გატანა, ეს საკმაოდ რთული პროცესებია, გამიგეთ? რეალურად, რადგანაც კიდე გიმეორებთ 3 წლის განმავლობაში ამის მონიტორინგს ვახორციელებდი და თითოეულ მუნიციპალიტეტში ვიცი რა მდგომარეობა იყო ამ 2 წლის წინ ყოველ შემთხვევაში, გამიგეთ? მე თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ თვითონ მუნიციპალიტეტმა უნდა მართოს თლიანობაში ეს პროცესი, მაგრამ უშუალოდ განხორციელება, უშუალოდ ესე ვთქვათ, ამ შეგროვება, ტრანსპორტირების თემა უნდა გადასცეს კერძო სუბიექტებს. თუ ჩვენ გვინდა რეალურად მართლაც ესე ვთქვათ, ეფექტური გავხადოთ ეს პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ 10 წელი გავა და ჩვენ ესე შევიკრიბებით ღმერთის წყალობით და ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ თავის დროზე იყო დაწყებული კერძო სექტორის შემოყვანით, მერე უცებ ეს გადაკეთდა IP-ებად, თითქმის ყველგან მთელ მუნიციპალიტეტებში IP-ები არიან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ, ერთი თბილისის გამონაკლისია, რომელიც არის კერძო სტრუქტურა. დანარჩენი არც ერთი არ არის კერძო სტრუქტურა და არის პრობლემა. ქალბატონ ცირა, ხო არ დაგვემატებდით რამეს? ეხლა გისმენდით და ისე რაც მე უნდა მეთქვა, მოკლედ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. ახლა მე ჩვენ უფრო დილეტანტები ვართ თქვენთან შედარებით. ჩვენ დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობთ. ჩვენ მუშაობდით 3 მუნიციპალიტეტში, მონიტორინგი გავაკეთეთ ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის. სხვადასხვა რო გითხრათ, პირველი და მეორე მონიტორინგზე იყო კარგი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ემჩნეოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოწადინება, ძალიან კარგად თანამშრომლობდით, ტრაბახობდნენ კიდეც, რომ აი ქალბატონო ცირა ეს გავაკეთეთ. აი ახალციხის მაგალითზე ბატონმა კაკომ რაც თქვა და ბატონმა კოტემ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ჩვენთან იყო ერთი ძალიან კარგი ბიზნესმენი, რომელიც ცდილობდა, რომ მე ასპინძაზე და ადიგანზეც გასულიყო. ვიხვეწებოდით წერილები დავწეროთ, რომ ამ ადამიანს შეუწყეთ ხელი. თქვენ წარმოიდგინეთ, პროექტიც კი მოვამზადებინეთ, ბიზნეს პროექტი, რომ რამენაირად ხელი შეწყობოდა, რომ ეს პლასტიკი, რომელსაც ვაგროვებდით ქალაქში, თვითონ ამ კაცმა დაამზადა ეს სამნაირი ისინი და კარგად მიდიოდა, უხაროდათ ქალაქში, რომ აი ცალ-ცალკე ვაგროვებდით. ცნობიერებაც თითქოს რაღაცნაირად შეიცვალა და არაფერი ხელშეწყობა ხარ რაც ბრძანე ზუსტად მაგას ვიმეორებ ოღონდ რასაც მე ვუყურე და კაცმა დაკეტა ყველაფერი მანქანების გაყიდა და საერთოდ წავიდა საქართველოდან. აი ეს იყო შედეგი, სამწუხარო შედეგი. ეხლა რაც შეეხება თვითონ 5 წლიან გეგმას, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ 22 და 21 წლის მონიტორინგები, საინტერესო იყო ის, რომ რაღაცები გადავიდა მე მომავალ 5 წლეულში, იმიტომ რომ იგივე სეპარირების და სხვა რაღაცები, რომელიც არ შეასრულეს. მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ახალი გეგმები სხვანაირად მართლა უნდა ჩავიხედო, ახლა მაგრამ ვინ ჩამაყედებს? მართლა ანუ ის რაც იყო, რაც გამჭვირვალე უნდა იყოს. არა, საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია აბსოლუტურად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ და ჩაიხედოთ. ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინათ. რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინათ, იქ რაც ჩამოუწერეთ. ჩვენ შეუძლოთ ხარ შეგვიმოწმებია, ჩვენ უბრალოდ თანამშრომლობდით ცნობიერებაზე. უამრავი თქვენც იყავით ნინო ჩამოსული და უამრავი ტრენინგები ჩაუტაროთ. ძალიან ისეთი მოწადინებულები იყვნენ ამ რამდენიმე წელიწადში რა მოხდა ასეთი, მაგრამ ვერ ხვდები რომ ეგეც ხო არასამთავრობო სექტორის და deep state-ის ბრალი არ არის. შენი ნანგავი, შენი პრობლემაა. ხო უნდა მოვაგვაროთ ბოლოს და ბოლოს. ჩაიშალა მე მგონი ჩვენთან ახალი ნაგავსაყრელის შენებლობა ჯერ ადგილზევე შეთანხმდნენ, ეხლა საერთოდ აღარ აინტერესებთ, მაგრამ ენაგვის მანქანებს იაპონიის საელჩომრო უყიდა და დაურიგა რაღაც ყიდულობდნენ მაშინ, თუ არაფერი ამ კუთხით არ უნდა გაეკეთებინათ. ეხლა უყურებ რომ ნაგავმა მოიმატა, პლასტიკი წყრია,
ეს რიგი, რომელიც არსებობდა, რაღაცნაირად აკავებდა ეს 5 წლიანი გეგმა და რაღაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ იგივე რადგანაც ჩვენ უნდა გავწევრიანებულიყავით იმათ წინაშე, ხალხის წინაშე აღარ არის. ბაღებში და სკოლებში კი ასწავლიან დედამიწის მოვლენას და ნარჩენების მართვას ღონისძიებას ატარებენ. და ვეღარ იმას აღარ ეუბნებიან ამ ბავშვებს, რომ ეს ნარჩენები სად მიდის. ისევ რჩება, ხო, ჩვენ გარშემო რჩება. ეს არის ძალიან სავალარო და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რომ მართალია տեղან ბატონმა კოტებზანა აღარ თანამშრომლობენ ჩვენთან, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დაუკაკუნოთ მაინც. სხვანაირად არ გამოვა. ისევ უნდა ვითანამშრომლოთ თუ გამოვითხოვოთ, მე არ ვიცი რა ასახით შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ ის ნაგავიხო ჩვენს გვეხება ის ნარჩენები გაცო. ჩვენ ხო ჩვენ ზარალდებით მოსახლეობა, მან და არ შეიძლება პოლიტიკა ჩაერთოს, მაგას შეიძლება რაღაცა დონორზე გაბრაზებული რო ხარ, მაგრამ ნარჩენების პრობლემა მოგვარდეს აუცილებლად. ესე თუ გაჩერდება და 5 წლიან გეგმებს შეიძლება აღარც ვფიქრობენ მაგაზე, ნინო, რა ვიცი მე როგორ არა, არის. ფიქრობენ რომელია, ფიქრობენ სერიოზულად, ფიქრობენ? უბრალოდ პრობლემა დღეს ეხლა არჩევნების მომენტი გვაქვს, მაგრამ ზოგადად მაინც ვფიქრობ, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ეს ძალიან აწუხებს. და უბრალოდ იმედი გქონდეს, რომ ჩვენ ისე უნდა დავიწყოთ საზოგადოებრივი მონიტორინგი სერიოზულად, იმიტომ რომ ამის გარეშე ალბათ არ მოხერხდება. კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამაში, რომ საზოგადოებას ძალიან დიდი წვლილი აქვს, როცა ესეთ მონიტორინგს აწარმოებს და ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მომუშავე პერსონაჟი თანამშრომლობს, ასე ვთქვათ, და შეუძლია იმუშაოს ამ საზოგადოებრივ მონიტორინგზე და ძალიან ბევრი ახალი რაღაცები უნდა გაკეთდეს, მაგრამ ის, რაც ბატონმა კოტემ ბრძანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდის და სად უნდა შემოვიდეს კერძო სექტორი, როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ამის შემოსვლას, რა უნდა გაკეთდეს, ეს არის ძალიან სერიოზულად მოსაფიქრებელი. იმიტომ რომ ყველგან არის კერძო სექტორი, მაგრამ ის ვერ იქნება მომგებიანი თუ მუნიციპალიტეტმა არ მოინდომა, მაგრამ ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს არის ეს ყველაფერი, უფრო მახინჯ ფორმას იღებს, ვიდრე ნორმალურ მუშაობის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში შედეგზე ორიენტირებული აღარ არის, ანუ ნარჩენის რაოდენობა ჩვენთან არ მცირდება. არ დასახულა გეგმა, რომ უნდა გავაკეთოთ სეპარირებული. გეგმაში გვიწერია, აღსრულება არა გვაქვს. ეს გვიწერია ზუსტად, ასე ვთქვათ, თუნდაც გაფართოების ანგარიშს ბოლო 2024 წლის, რომ კი ყველაფერი კარგია, რომ გეგმები გაქვთ, მაგრამ აღსრულება. სად არის აღსრულება? აღსრულების მომენტი არის პრობლემატური. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ჯერ ერთი ეკონომიკური გათვლაც სჭირდება გარკვეულად, რა სუბსიდირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამ სექტორისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელშეწყობილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, იფიქრებს მოსახლეობა, რომ სუბსიდირება არის მანდა მაინც ფულის სახით. სუბსიდირება არის ხელშეწყობაც კი. გისმენთ ბატონო კოტე? აი, ზუსტად პრობლემა ეგ არის, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს ამაში, ხო? აქ მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი ნება, რომ თუნდაც ჰორეკას სექტორიდან ან სავაჭრო სექტორიდან ამაში ჩაერთოს კერძო სექტორი და იმან აიღოს მომსახურების თანხა. აი, მან პრობლემას ვაწყდებით რა. ესენი რაღაც ამას უყურებენ, სწორე უყურებენ, ანუ თვლიან რომ ნაგავი არის ფული და ეგრეა სინამდვილეში, მაგრამ ამ ბიზნესის ხელიდან გაშვება არ უნდა თვითონაც აფსარაკეთ. და აი ეგ მენტალური რაღაც მომენტებია, რომელიც უნდა დაულაგო და თუ უნდა უთხრა რომ აი პილოტის სახით მაინც გავაკეთოთ რა ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ მე მაგას შევწვდი დილემას, რომ ნაგავი არის ფული გასაგებია, მაგრამ ერთი წუთი. ნაგავი არის ფული, უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ჩვენ, რო არ ვიწყებთ ის სწორი მართვის ელემენტების დანერგვას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სოციალურ პროგრამებში მიდის ძალიან დიდი ფული, იმიტომ რომ ადამიანი ავანტყოფდება. და ეს არის, აი ეს საბოლოო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის საკმაოდ დიდი ზიანის მომდანი. ამიტომ მოდი ვთქვათ ესე, ფული არის გააჩნია ვისთვის და როგორ. მაგრამ
აქ სახელმწიფო მოგებაზე კი არ უნდა იფიქროს. მისი მოგება იმაში მდგომარეობს, რომ ის ნარჩენს მოუვლის და აღარ იქნება ამდენი სოციალური პროგრამები. საჭირო. მაგრამ აი ამაში გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება მოგება და ვერ უნდა იმოქმედოს. ნუ გონია იდეაში, რომ მუნიციპალიტეტი ბიზნეს სტრუქტურა. არ არის მუნიციპალიტეტი ბიზნეს. აი, შეცდომა და მაგას ვერ იგები რა, რომ არ არის. არა, ძალიან კარგად გააქვთ ბატონო გაგებულიც აქვთ და ყველაფერი იციან ზედმიწევნით და სხვათა შორის. მაგრამ ხელიდან გაშვება არ უნდათ ბატონო. და იცით რა, არასწორი მიდგომა არის აბსოლუტურად. მუნიციპალიტეტი ხელიდან არაფერს არ გაუშვებს, მუნიციპალიტეტმა უნდა მართოს. კიდევ უნდა მართოს, მაგრამ მართვაში არ გონიათ რა ეს არის. რა ფული არის გამოყოფილი? თქვენ ძალიან კარგად იცით ხალბატონო ნინო. მე შეგნებულად დავასახელე ახლა რეგიონების მიხედვით რა არის მუნიციპალიტეტებში ჯამურად გამოყოფილი თანხა შეგვიძლია ეს ჩავშალო კიდევაც და რეალურად დამერწმუნეთ. აი ჩემი ღრმა რწმენი პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებს. გამოაცხადოს მუნიციპალიტეტებმა ტენდერები და რეალურად მართვის სადავეები, კიდევ ვიმეორებ, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსების თემა, რომ მიიტანოს რეგიონალურ სანიტარულ პოლიგონებამდე, ყოველ შემთხვევაში დღეს ნარჩენების, ესე ვთქვათ, განთავსება სადაც ხდება, მერწმუნეთ ისინი თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც მოუვლიან, პერსონალიც მობილიზებული იქნება და შესაბამისად უფრო არა მუნიციპალიტეტის მიერ ბატონო. და არა მაგას ვამბობ ზუსტად. არა მუნიციპალიტეტის მიერ, მე მინდა კარგად გაუხსნათ ამას ხას. დიახ. არ შეიძლება მუნიციპალიტეტი იყოს ბიზნეს სექტორი. აბსოლუტურად გეთახმები, რაც ეხლა ხდება მეთქი. აი, რატომ არ არის ეფექტური? რატომ დაგჭირდა ბიზნესის ჩართვა არ არის საშიში, უბრალოდ მართვა შეიძლება. პირიქით, აი ზუსტად მაგაზე მან დავართ. და სწორად რომ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომ მინდა გავმიჩნოთ. ეს არ არის და როგორც კი ვამბობთ, რომ ეს არის მომგებიანი სექტორი. არა, მოდით რა სიტყვა გაუგებრობები მუნიციპალიტეტს. მოდით სიტყვა მომგებიანი დავივიწყოთ ნუსვამ და დავივიწყოთ. საერთოდ რა. არავით არ არის. მე ვარ მეწარმე სუბიექტი. მეწარმე სუბიექტისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ ერთი რამეა, ეს სექტორი ნებისმიერ ქვეყანაში გარკვეულ დოტაციას ექვემდებარება. და პირველ რიგში, მეორე, მობილიზება თანხების აგრეთვე მოხდება უფრო კარგად. თვითონ კერძო სექტორი აიძულებს, რომ მას გადასახადი კონდეს და ეს არ იქნება დაკარგული გადასახადი. ეს იქნება სწორად ანგარიშგებით არსებული გადასახადი. და ყველა მოსახლე დაინახავს, რომ ნაკავი აღარ აქვს. აი ეს არის პრობლემა. აი ეს არის მთავარი. მეორე, აწონვა, ნარჩენის აწონვა. ეხლა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სეპარირების შემოღებაზე, უკაცრავად, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში, თუ შენ შეგეშალა და სხვა ურნაში ჩააგდე ნაგავი, იმ ურნას არ წაიღებს ნაგვის მზით. სანამ არ გაგაცალკევიებს და საჯარიმო სანქციასაც გამოგიწერს. ამიტომ ამით ეს არის ის ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც არის ჩართული. და უკაცრავად, არ გვინდა ველოსიპედის გამოგონება. გადმოვიღოთ ის, რაც არის თითქმის ყველა ქვეყანაში. ნუ ვიგონებთ ველოსიპედს. წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. დავიწყეთ საუბარი. რატომ არ არის პრობლემა? რატომ ისევ დადგა პრობლემა? რატომ ვერ მივიღეთ შესაფუთ მასალებთან დაკავშირებული მწარმოებელი ვალდებულება? რატომ ვერ გავაკეთეთ კიდევ უფრო მეტი? ჩვენ ესე ვსაუბრობთ, მაგრამ თქვენ ნახეთ აბა ჯანდაცვის სექტორში, რამდენი უვარგისი, რამდენი სამედიცინო ნარჩენი რჩება მოსახლეობიდან ნაგავს აგრეთვე. ამის შეგროვების შესაძლებლობა ხო ნამდვილად არსებობს. იქაც ხო შეიძლება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება იყოს.
და ვიღაცები ვადაგასულ წამლებს აბარებდნენ იმისთვის, რომ არ წავიდეს ეს სუფთა ქიმიაა, ხო? ამ შემთხვევაში. და პრობლემა. იგივე ყბადაღებული პამპერსები, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებით. ხო, პრობლემაა. ზღვაში შეხვდები პამპერსებს. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი დავიწყეთ, მაგრამ არაფერი ბოლომდე არ მივიყვანეთ. და ერთი ჯერჯერობით კიდე არის ვიცით რა, ყოველ შემთხვევაში ბატონო, გისმენთ ბატონო, პრობლემები ვიცით. რა მაინტერესებს, იცით, საქართველოს ხო არის გადამამუშავებელი საწარმოები, იმიტომ რომ მე მყავდა ბავშვები ექსკურსიაზე და პირდაღებულები იყვნენ, რომ თურმე რო არსებობდა საქართველოში ქაღალდის თუ პლასმასის არ ვიცი, არ იცოდა არაფერი. ეს იყო პირველი და ერთადერთი და უკანასკნელი ექსკურსია, როცა სტუდენტები და ახალგაზრდები წავიყვანთ და ვაჩვენეთ, როგორ ხდება ქაღალდის და პლასმასის გადამუშავება. არ მოსახლეობას მიეწოდოს, რამდენი გადამამუშავებელი არა, აკეთდება, არავინ არაფერი არ იცის. თვითონ სახელმწიფომ გააკეთოს ეს ინფორმირება და კიდევ ხო არის ბანკებს რო აქვთ რაღაცა კრედიტები რო აქვთ შეღავათიანი. ესე იგი პრიორიტეტი ეს კი არის. ყველა ბიზნესი ზის არტუმრო, კაფე, რა ვიცი, ჯანდაბა და დოზანა და აი ასეთ ბიზნესმენებს რომ მიცენ ეს უპროცენტო კრედიტი თუ შეღავათიანი ხო შეიძლება ესეთი რამე ელემენტარული. ჯიტას მიცენ და სწორედ მაგას ვამბობ, რომ ეგეთი პროგრამები უნდა დაფინანსდეს, ანუ ჯიტა რომ რაღაცას აცხადებსო, აი ის ინოვაცია, ესეც ინოვაციაა, კაცო და რა პრობლემაა? ისე ვიმეორებ, რუსთავში არის კონცენტრირებული ძირითადად პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმოები. ეხლა ეკონომიკურად წარმოვიდეთ ბათუმიდან რუსთავში როგორ უნდა ჩამოვიდანო და კიდე ფული ამოვიღო ამაში. ხო გამორიცხული ამბავია რა. და პირდაპირ წინააღმდეგება ეს მწვანე ეკონომიკას, იმიტომ რომ მე რო ტრანსპორტირებას ვახდენ, უკვე დავარღვიე მწვანე ესები, იმიტომ რომ საწვავი დაიწვა იმის ტრანსპორტირების. ბატონო გოტე საერთოდ ნარჩენების მართვაზე თუ ვინმეს ესე ვთქვათ წაკითხული აქვს ელემენტარულად სახელმძღვანელოები პირდაპირ პრინციპებია გამოყოფილი სიახლოვის პრინციპი რა თქმა უნდა და უსაფრთხოების პრინციპი პირველი სიახლოვის პრინციპი დამბინძურებელი იქთის და თვითუზრუნველყოფის პრინციპი გამიგეთ თუ ჩვენ რეალურად ეს ყველაფერი დავივიწყეთ და მიუხედავად ამისა, სხვათა შორის ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი, როდესაც აი იაპონური გრანტით მცხეთისათვის, ესე ვთქვათ, ჩვენ სპეც ავტოსატრანსპორტო საშუალება ქალბატონ ნინოს ახსოვს, გადავეცით, აი მაშინ ესწრებოდა, ეს პიროვნება და თქვა, რომ ოღონდ აი სეპარირება გამიკეთონოდა. მე თვითონ ავდგები და გავიტან ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მომეცით ამის საშუალება, გამიგეთ? ძალიან ენთუზიასტი კაცი ყოფილა რა, არა, ისეთი ენთუზიასტი იყო, რომ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, თითეული ტონა რა უჯდებოდა და ტრანსპორტირება რა უჯდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, რუსთავში აქვს მას საწარმო, შესაბამისად ქუთაისში მე აღარ ვიცი დღეს ის ფუნქციონირებს ან ფუნქციონირებს ყოველ შემთხვევაში გარემოზე ფუნქციონირებდა საწარმო როდისღაც მაგრამ ეხლა ფუნქციონირებს კრამიტებს აკეთებს ხო არა კომპოსტს აკეთებს კრამიტებს აკეთებს და პლასტიკიდან მაგრამ ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტს ვინ აკეთებს ქუთაისი მწვანე ნარჩენები ეს კომპოსტირების ცენტრი როა? ძალიან ძლიერი. ხო, არა, წარმოიდგინეთ, რომ თითეული მუნიციპალიტეტისათვის უნდა იქნას შემუშავებული კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომ ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, ეხლა ორი ესეთი ცენტრი გვაქვს, ერთი მარნეულში, მეორე ქუთაისში. ამ დროს კიდევ ვიმეორებ 50% ეს საერთაშორისო ექსპერტების და ჩვენი დაკვირვებითაც აქტიურად თლიანობაში მუნიციპალურ ნარჩენში საკმაოდ დიდი მაღალი ხვედრითი წილი აქვს. რაოდენობრივი თვალსაზრისით ვსაუბრობ და შესაბამისად აი ამის კომპოსტირება რომ მოგვახერხებია და ეს შესაძლებელი
ბატონო გიგი, მაგ გეთახმებით, მაგრამ სამწუხაროდ მან ორგანული ნარჩენები, ანუ საკვები ნარჩენების კომპოსტირება არ ხდება, იმიტომ რომ მაგათ არ აქვს ბიოდეგრადირება. აი მაგალითად არა, მე მაშინ ქუთაისი არ ვლაპარაკობ. ქუთაისი არის მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ნარჩენზე, ანასხლავზე და ასე შემდეგ. მაგრამ მარნეულს გააჩნია მაგის შესაძლებლობა, იმიტომ რომ იქ მოხდა რაღაც გადაიარაღება, ყოველ შემთხვევაში კიდე გიმეორებთ. აი ეს პიროვნებები ონლაინ კონფერენციებს ესწრებოდა ჩვენ, აი როდესაც მონიტორინგს ვახორციელებდით რეგიონების მიხედვით და თითოეულ მუნიციპალიტეტის პრობლემა გამოჰქონდა. ის ძალიან მოწოდინებულები იყვნენ, გამიგეთ, აი მაგალითად ახალციხეში ახლა მე ვიცი იქ რა ხდება, ვიცი ნინოწმინდაში, გამიგეთ, ნადიგენში, ბორჯომში. ბატონო გიგი, მარნეულში ბიოგაზის დანადგარები აქვს თუ რა მეთოდით აქვს? არა, ბიოგაზის დანადგარი არ არის და არ არის ბოლომდე არ იყო გამართული, მერე დაამატეს დანადგარები. დაამატეს დანადგარები, აკეთებენ კომპოსტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი და არის მარტო გამოვლინებები, ასე ვთქვათ. მასიურად სერიოზულად უნდა გქონდეს ესეთი რაღაცები. ტერიტორიული აბსოლუტურად გეთახმებით, ტერიტორიული არის. ტერიტორიული მიხედვით უნდა გქონდეს. ამას ემატება ისეც, რომ როცა შენ იწყებ სეპარირებას, ეს სისტემები უკვე მზად უნდა გქონდეს. ეხლა ის ალბათონო ნენო კიდე მინდა ერთი დეტალს გაუსვა ხაზი და თქვენ ინერტული ნარჩენებით საამშენებლო ნარჩენები ახსენეთ, ნუ ინერტული არა სახიფათო ნარჩენებზეა საუბარი. სახიფათო ცალკეა, არა სახიფათო ინერტულ არა სახიფათო ნარჩენებზე არის საუბარი და იქ კოდექსში იცით თქვენ რა, რომ გარდა იმისა, რომ უნდა იქნას ვთქვათ, ნაგავსაყრელები სპეციალური განთავსების ტერიტორიები, სიტყვა ნაგავსაყრელი არ მომწონს, რომ არ შეესაბამება, ეს არ არის სწორი. შესაბამისად, იქ იყო კიდე ამოვსების ტერიტორიები. ეხლა ეს მუნიციპალიტეტმა მართლაც აიტაცეს, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ამ ამოვსების ტერიტორიებზე რა ხდება რა. გროვებად, გორებად არის დაყრილი ეს ინერტული ნარჩენები, გამიგეთ, ნგრევის ან რაღაც საამშენებლო პროცესში მიღებული ნარჩენები. იმის მაგივრად, რომ იმის მოშატაკება ხდებოდეს და იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად რაღაც ვიზუალურად, ნორმალურად გამოიყურებოდეს, მიიდიან, მიაყრიან, სურათებიც გავაჩინე ამისი, შესაბამისად და რჩება ფაქტიურად ეს გორები, გამიგეთ. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, ეს დაუშვებელია. კოლეგებო, საკმაოდ დიდი ხანია ვართ ეთერში. მამუკა, ხომ არ გირდებათ, ბატონო მამუკა, თქვენ რამე რო გამარჯვებათ, მოგესალმებით. მე პირველ რიგში ბოდიში ვიხდი დაგვიანებისთვის, მაგრამ იცით რა, ზოგადად ამ კითხვები, აი ამ საკითხთან მიმართებაში მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ზოგადად ესე ზედაპირული ცოდნა მაქვს ამის თაობაზე, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა, მე მგონი ბატონი აკარტი მახსენა ერთი რამ. მუნიციპალიტეტებს არ უნდათ ხელიდან გასწრება ამ საკითხის, ანუ ამ ნაგვისო თითქოს ასე თუ სწორად გავიგე, რას გულისხმობდით? ანუ არ უნდათ რომ ვინმე გააკეთოს ამ საქმეს მიხედოს კერძო სექტორმა და თვითონ ასე ვთქვათ მოიჭიდნეს. მე საუბრობთ რა სქემაზე, იცით ბატონო მამუკა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა გამოაცხადოს კონკურსი და ოპერატორი კომპანია და იყოს ერთი. მუნიციპალიტეტთან ოპერატორი კომპანია ჩვენთან ყველა მუნიციპალიტეტებში არის IP დაფუძნებული მუნიციპალიტეტის მიერ. და ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს ცოტა სხვაგვარად. იმიტომ რომ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს და გვიჩვენა მაგალითებმა, უფრო ეფექტური ძალიან ბევრ შემთხვევაში კერძო ოპერატორი. აი, შეიძლება ბიუროკრატიული წნეხი უნდა განიცადოს, გამიგეთ? მაგრამ ტენდერი ჩაატაროს
ის აი ტენდერი წარმოგიდგენია უნდა ჩაატაროს, ტენდერიზე უნდა გაიმარჯვოს. აი ეს უკვე აწყდება რას მუნიციპალიტეტი. ძალიან ბევრ შემთხვევაში აქ მოდის უკვე წინააღმდეგობაში და მე რატო? მაგ წარმოდგენილი კი დიახ, გეთანხმებით მაგაში, რომ კერძო სექტორის ჩართულობა აი ამ საკითხში ზოგადად უფრო ეფექტურს ხდის და ეფექტიანს ასწრის. დიახ, მაგრამ მე სხვა ისეთი კითხვა ჩემი მდგომარეობს იმაში, რომ შინაარსში, რატო არ უნდათ რომ გასცენ, გააკეთონ, რა ხდება, აი გეტყვით, აგიხსით რატო? პირველი, მაგასაც იგი პასუხებს, ეს უცებ არ მოხერხდება. ერთი წუთით რა, ერთი წუთით. ეს უცებ დღეს ეხლა არიქა დავითს თქვა, ახსნენ ქალაქიო და ესე არ მოხდება, გამიგეთ? ეს უნდა გარკვეულ პროგრამას დაექვემდებაროს და გარკვეულად უნდა იქნას შემოყვანილი აი ეს კერძო სუბიექტები, გამიგეთ? არავითარ შემთხვევაში ეს უცებ არ გადაიჭრება. ამისათვის არის მომზადება საჭირო. რეალურად დღევანდელ დღეს ის რაც კეთდება მუნიციპალიტეტების დონეზე აიპების მიერ, რა თქმა უნდა, ეს არის შეგროვება მექანიკური, გამიგეთ? რეალურად იგივე სეპარირების საკითხი, იგივე ელემენტარულად სერვისის მიწოდების საკითხი, გამიგეთ? საკმაოდ პრობლემური არის. წარმოგვიდგენია, რომ ეს უცებ მოხდება. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თანდათანობით მე მაგალითიც მოგიყვანოთ, რომ აი ესეთი კერძო სუბიექტი იყო საგარეჯოში და ძალიან ეფექტურად მუშაობდა, გამიგეთ? ოღონდ იყო სახელმწიფო IP-სთან ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ მოცულობას საქმიანობისა, რასაც ეს შპს აღწევდა, გაცილებით ორჯერ უფრო ნაკლებ ფასში, გამიგეთ? ვიდრე შესაბამისად სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული. მე ისი თქმა მინდა, დიახ, ეს არ მოხერხდება უცებ, მაგრამ საჭირო არის ეტაპობრივად ნაბიჯ-დაბიჯ იქნას აი ეს პროცესი, რომ რეალურად მართვის სადავეები გადავწეთ ერთ-ერთი მაგალითი მუნიციპალიტეტის დონეზე. ერთ-ერთი მაგალითი ამისი არის სეპარირებულად შეგროვებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მკაფიოდ ჩასმა შეგნით, იმიტომ რომ იქ შემოდის კერძო სექტორი. კი ბატონო, მაგრამ ხო არის ის 4 ტექნიკური რეგიონი? არის 4 და აგროვებს კიდევაც. ეხლა მე თქვენ განახებთ, რამდენ საბურავს, რამდენ ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენს, ჩემო ბატონო, ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ვიყავი წელს ისეთ მდგომარეობაში, რომ აი თვითონ ელექტრონული ნარჩენი, ელექტრონარჩენი, ელექტრომოწყობილობების ნარჩენი, მოდი ესე ვთქვათ, დაახლოებით 10 ტელევიზორი მოძველებული, მინდოდა რომ ჩაგვებარებინა სადმე რა. რეალურად საკმაოდ სერიოზული შეიცვალა რაღაც, განვახორციელეთ ესეთი, ესე ვთქვათ, ინვესტიცია და მინდოდა წაგვეღო ეხლა ეს და ხო არ გადაუყრიდი არა ამას. წარმოიდგინეთ, მე თვითონ გადაგებ აი ამ ნარჩენების სწორ მართვას. იგი მთელი ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, აჭარის ტერიტორია, აი ყველას ვეხვერწებოდი, რომ იქნებ სადმე იწოდეთ. სად მივიტანო ეს? ბოლოს ფონდში ავდექი და მივიტანე სპეციალურ ესე ვთქვათ, იქაც მეწარმე სუბიექტს უთხარი იქნებ რამეში გამოგადგეს. გამიგეთ? და მივიტანე და ჩავაბარე, მაგრამ იმ კაცმა მითხრა, რომ რა ვიცი ახლა თუ გამომადგებაო, კაიო იყოსო მაინცო აქაო. გამიგეთ, ესე იგი მე რატო უსვამ აი ესეთ ამას ხას? სად არის ის ცენტრები, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად ჩავაბაროთ ეს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენი, იგივე ელემენტარულად აი საბურავები, ან თუ კიდე ავტოსატრანსპორტო ნარჩენები, რომელიც ავტოსატრანსპორტო ესე ვთქვათ ნარჩენი წარმოიქმნება რაღაც ან შეცვალე საბურავები რამდენია? საბურავი ან რაღაც საბურავი კიდე ცალკე თემა არის, ბატონო, აი ცალკე თემა არის საბურავი, სპეციფიური ნარჩენი ცალკე არის გამოყოფილი, გამიგეთ? და შესაბამისად, არ ვიცი, ან არ მუშა, ერთი სიტყვით, კოორდინირება, მართვა ძალიან არის სუსტი და ამას ჭირდება გამოსწორება რა. რეალურად ამის განხორციელება შესაძლებელია.
ერთ მაგალითს მეცაც გეტყვით, ბუთში ხა დაიდგა ის, რა ქვია, ელექტრო, ასე ვთქვათ, დიახ, აი, ხო, იმის თქვა მინდოდა, რომ სულთან ესეთივე მაგალითი მაქვს მეც. სულ რამოდენიმე ერთი თვის წინ ამშვენივარი მოსახლეობა. ესე იგი, გამიფუშდა თერმომეტრი, ჩვეულებრივი და გადაგდების ისე გადაგდება მოშორება რომ დამჭირდა, ვერ მივაგენი სადნა მომიშორებინა. მე ვიფიქრე, იქნება აფთიაქში, სადაც იყიდება ის, იქნება მათ აქვს რამე საშუალება, სადმე ჩააბარონ და მივედი და იქ ესე იგი კონსულტანტმა ქალბატონმა ჯეთებს უნდა გაიკვირვა ასეთი თხოვნით არავინ მოსულაო რა ვიციო საწაიღოთო ხო ნუ რო აუხსენი ნუ მიხვდა რაზეც არის საუბარი ადეკვატური ასე ვთქვათ პასუხიც იყო მაგრამ ზოგადად ის არის რომ ხო აი საზოგადოებას არ არის საქმის კურსი და მომზადებულიც არ არის რომ ამ თემაზე თუ ვინმე საერთოდ ვინმე ზრუნავს ან იზრუნებს როდისმე და თვითონაც საზოგადოებაში ასე მგონია რომ რადგან ეს მიშვებულია თვითონ ყველა თავისთვის ცდილობს თვითონ მოაგვაროს ეს პრობლემა იმ სახით როგორც არის ზოგადად ზოგი სადაც არის დაყრილი იქ დაყრის ზოგი კიდევ რა ვიცი უსისტემოდ არის ყველაფერი რომ ეს ცენტრები უნდა იყოს სამწუხაროდ უნდა იყოს ნამდვილად გაცხადებული და ეხლა განსაკუთრებით იმიტომ რომ რაც ეხება თერმომეტრებს და ასე შემდეგ, სადაც არის ის ნივთიერება, რომელიც მინამატას კონვენციით რეგულირდება, მიღებულია დადგენილება მთავრობის, რომ ეს უნდა შეგროვდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიყაროს ჩვეულებრივ ნაგავსახველებს. ანუ ამას კიდე ცალკე რეგულაციები დაჭირდება. კოლეგებო, ჩვენ სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა და მე ვფიქრობ, რომ სახიფათო ნარჩენებზე სხვა დროისთვის გადავდოთ, იმიტომ რომ ეს კიდე უფრო დიდი თემაა. სახიფათო ნარჩენები, ჩვენ არ გაგვაჩნია სახიფათო ნარჩენების პოლიგონი, არ გაგვაჩნია ამის შეგროვების სისტემა და საერთოდ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, კიდე დამატებით იქნება სამუშაო. თუმცა ერთი სიტყვა მაქვს მე კარგად მოგეხსენებათ, რომ თავიდან ვარ ჩართული ამ ნარჩენებთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩვენ როდესაც თქვენ მუშაობდით და იყო ბატონი კაკო მონიტორინგის აწარმოებდა და დაკავშირებული იყო მუნიციპალიტეტებთან, ისინი თვლიდნენ, რომ ვიღაცა მათ აკონტროლებდა. გესმის, ნინო? და ასე თუ ისე რაღაცებს აკეთებდნენ. რაც ჩვენმა ორგანიზაციამ დატოვა ეს პროგრამა, აღარ ერთვება რაღაცებში, ისე იგი მთლიანად არის მოშლილი ეს სფერო. საერთოდ, ნინო, ვერ წარმოიდგენ ახლა მე რომ როდესაც ქუჩაში მივდივარ და უყურებ აი ასეთ სიტუაციას, არა? აი ძალიან წყდება გული და ხშირი კომუნიკაცია მაქვს მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მაგრამ ისინი რას მეუბნება? აუ რა ვქნათ ჩვენ. არა და ქალბატონო, მანანა ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. აი დღეს ტურიზმს რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ნარჩენებთან დაკავშირებით რამე რო უნდა გააკეთონ, ეს უკვე აღარ აქვს მაშინ რა ქვია, ჩადებული. თქვენ საუბრობთ ქალბატონო, მანანა რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ისე. აი ესე იგი რა ხდება ისინი, ნო აი მე მაპატიოს ღმერთ მე ხა ჩართვაში ვარ და ამ სიტყვის ხმაი არ მინდა და სახელ და გვარს არ დავასაყიდებ. გარემოს დაცვის სამინისტროში დავრეკე რაღაც პრობლემა, აი სეპარირებასთან დაკავშირებით. გახსოვს კაკო შენთან რო იყო დიახ, მახსოვს კი არა, რა ვიცი ეს აი დავრეკე ნარჩენების განყოფილებაში იქა და შევეკითხე ბიჭო ეს სეპარირება ხო უნდა დაწყებულიყო. რა უნდა ვქნათ, ხალხს უნდა და დაგვეხმარი ამასთან დაკავშირებით რა უნდა. მე რა ვიცი გენაცვალეო, ასე გამცა სამინისტრო ბატონო, ეროვნული ინდიკატორებია. რამდენი უნდა იყოს სეპარირებული, რამდენი უნდა იყოს
მაგრამ არ არის დაწყებული თქო, კიდევ ერთხელ ვამბობ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა ყველას და მე თქვენის ნებართვით უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო გამოგვივიდა ჩართვა და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მსჯელობას. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ნამდვილად უფრო გათისმებერებული. შემდეგში რაჭაზე მინდა რომ მოგახსენოთ 1-2 კაი სიტყვა რაჭაზე, ონის რეგიონზე შემდეგში. აუცილებლად. კარგი ცვლილებებია და მადლობთ. მადლობთ.